დამაშაზე პირველი ფრაზულის ნა არის bring somebody up. Bring ცალკეღებულის ნა ნიშნავს მოტანას, მაგრამ bring up უკვე ნიშნავს აღზრდას, გაზრდას, როდესაც ვინმე ჩვენ გაგვზრდის ან აგვღზრდის. აი მაგალითად, my grandparents brought me up after my parents died. My grandparents brought me up after my parents died. ჩემმა ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლები დაიღუპნენ. ანუ bring somebody up ნიშნავს გაზრდას, აღზრდას. My grandparents brought me up after my parents died. ჩემმა ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლები დაიღუპნენ. მეორე ფრაზულის ნა არის bring down, რაც ნიშნავს დასევდიანებას, დანაღვლიანებას, როდესაც ვინმე ან რაიმე ჩვენ ცუდ ხასიათზე გვაყენებს და გვასევდიანებს. მაგალითად, this music is bringing me down. ეს მუსიკა მე მასევდიანებს, მანაღვლიანებს. This music is bringing me down. ეს მუსიკა მე მასევდიანებს, მანაღვლიანებს. და მესამე bring something up. Bring something up. რაც უკვე ნიშნავს რაიმე თემაზე საუბრის წამოწყებას, რაიმე თემაზე საუბრის დაწყებას. მაგალითად, I don't like when you bring up this topic. I don't like when you bring up this topic. არ მიყვარს, როდესაც საუბარს იწყებ ამ თემაზე. I don't like when you bring up this topic. არ მიყვარს, როდესაც საუბარს იწყებ ამ თემაზე. მეოთხე, call around. Call არის დარეკვა, ჩვენ ეს ვიცით, მე მგონი უკვე ხო? და call around უკვე ნიშნავს გადარეკვას. როდესაც რამოდენიმე ადამიანს ან რამოდენიმე ადგილას ჩვენ გადავრეკავთ. აი, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ ეხლავე გადავრეკავ და გავარკვევ, გადავრეკავ, სხვებს გადავურეკავ, აი ზუსტად ეს არის call around. ანუ როდესაც რამოდენიმე ადგილზე გადავრეკავთ, ან რამოდენიმე ადამიანს გადავურეკავთ, okay? მაგალითად, we called around, but we were not able to find Josh. ჩვენ გადავრეკეთ რამოდენიმე ადგილას, მაგრამ ვერ შევძელით ჯოშის პოვნა. We called around, but we were not able to find Josh. ანუ call around არის რამოდენიმე ადგილას გადარეკვა ან ჩამოვრეკვა, ასე ხომ ამბობთ ხოლმე, ეხლავე ჩამოვრეკავ ყველას. აი ეს არის call around. მეხუთე, call back. რაც უკვე ნიშნავს გადმორეკვას, უკან გადმორეკვას. მაგალითად, I'll call you back when I get back home. გადმოგირეკავ, როცა სახლში მივალ. უკან დაგირეკავ, ანუ გადმოგირეკავ, როცა სახლში მივალ. აი ეს გადმოგირეკავ არის ზუსტად I'll call you back. ანუ call back ნიშნავს დარეკვას, okay? გადარეკვას. I'll call you back when I get back home. გადმოგირეკავ, როცა სახლში მივალ. და მეექვსე, call something off. Call something off. რაც ნიშნავს გაუქმებას. მაგალითად, they called the wedding off. მათ გაუქმეს ქორწილი. They called the wedding off. მათ გაუქმეს ქორწილი. ანუ call off არის გაუქმება, როდესაც გავაუქმებთ რაიმე საღამოს, events, მოვლენას, მაგალითად როგორც არის ქორწილი, კონფერენცია, თქვათ რაიმე ლექცია და ასე შემდეგ. Call off არის გაუქმება. მეშვიდე ფრაზულის ნა არის break down. Break ნიშნავს გატეხვას, მაგრამ აი break down უკვე ნიშნავს გაფუჭებას, წყობრიდან გამოსვლას. და ეს ფრაზულის ნა გამოიყენება ელექტრონულ ტექნიკასთან, მაგალითად მაცივართან, კომპიუტერთან, სარაცხ მანქანასთან ან მანქანასთან, როდესაც გაფუჭდება და შეწყვეტს მუშაობას. მაგალითად, I could not come yesterday to your party because my car broke down. I could not come yesterday to your party because my car broke down. გუშინ ვერ შევძელი შესწვეულებაზე მოსვლა, იმიტომ რომ ჩემი მანქანა გაფუჭდა. ანუ break down ნიშნავს გაფუჭებას, წყობრიდან გამოსვლას. და მერვე უკვე არის break in, რაც ნიშნავს რაიმე შენობაში ძალის გამოყენებით შესვლას, შეღწევას, შეჭრას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ ქურდი შეიჭრა წინაკარით სახლში ან შენობაში. ნახეთ, the burglar
broke in through the front door. The burglar broke in through the front door. რომ ქურდი შევიდა წინაკარით, რომ ქურდმა შეაღწია წინაკარით, რომ ქურდი შეიჭრა წინაკარით. აი ეს ზუსტად ეს არის broke in. ანუ break in უკვე საწყის ფორმაში ნიშნავს სადმე რაიმე შენობაში ან დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შესვლას. და მეცხრე break up, რაც ნიშნავს წყვილის დაშორებას. მაგალითად, I and my boyfriend broke up before I moved to America. I and my boyfriend broke up before I moved to America. მე და ჩემი boyfriend-ი დავშორდით იქამდე სანამ მე გადავიდოდი საცხოვრებლად ამერიკაში. I and my boyfriend broke up, ანუ დავშორდით before I moved to America. იქამდე სანამ გადავიდოდი საცხოვრებლად ამერიკაში. ანუ break up ნიშნავს წყვილის დაშორებას. და მეათე უკვე არის break out, რაც ნიშნავს გაქცევას. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ პატიმრები გაიქცნენ საქმიდან. ამას ინგლისურად ვიტყვით ასე, რომ the prisoners broke out of jail. პატიმრები გაიქცნენ საქმიდან. The prisoners broke out of jail. ანუ break out უკვე არის გაქცევა.